დღის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა. აჭარის ტყის ეკოსისტემები სემინარი ამ სახელწოდებით ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის ბაღის ფლორისა და კონსერვაციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს. მოეწყო გამწვანების აქცია. ახალგაზრდებმა ბაღის ტერიტორიაზე კამელიები დარგეს. აქციაში მონაწილეობა დემოკრატიის ინსტიტუტმაც მიიღო. ნარგავები იმ ბენეფიციარებმა დარგეს, რომლებიც ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრების და პრობაციონერების რეაბილიტაციის და რესპეციალიზაციის ხელშეწყობის პროექტში არიან ჩართული. ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს ხვალ აღნიშნავენ. ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა ზედა პარკის განაშენიანებაში, დაირგო კამელიის ნერგები, ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემის დაცვა არის მთლიანად საზოგადოების ვალდებულება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ბოტანიკურ ბაღში გამართული სემინარი, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა. ვფიქრობთ, რომ ბოტანიკური ბაღის ეკოკალენდრის ფარგლებში სამომავლოდაც მსგავს ღონისძიებებს დაუჭიროთ მხარი. დღეს მივიღეთ მონაწილეობა გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან და დემოკრატიის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად მოხარული ვართ, რომ გავაკეთეთ ასეთი კეთილი საქმე. ხვალ არის ტყის დაცვის საერთაშორისო დღე და ჩვენ დემოკრატიის ინსტიტუტმა გადავწყვიტეთ ბოტანიკურ ბაღთან ერთად აქციაში ჩართვა, გამწვანების აქციაში ჩართვა და დავდგეთ მარადმწვანე მცენარეები. ამოყვანილი გვყავდა ჩვენი რამდენიმე ბენეფიციარი, რომელმაც მიიღო სიამოვნებით ამ აქციაში მონაწილეობა.